მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ ვიმყოფებით წალკის რაიონ სოფელ საყდრიონში, თბილისი ნინოწმინდას დამაკავშირებელ ავტობანიდან 200 მეტრში, სადაც ყიდით სათიბი სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთს, მაგრამ ინფრასტრუქტურა ისნაირად არის განვითარებული, აქვე არის ინტერნეტი, აქვე არის ხედავთ ალბათ ავტომობილების მოძრაობა, მდინარისპირ, ყველაფერი იდეალური ადგილი არის საკოტეჯეთ. რაღაცეები აშენდა კიდეც აქეთ და აქ გვაქვს ესე იგი სადღაც 3 ჰექტარი, 30,000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი არის. ხედავთ ალბათ ელექტროენერგია აქვე არის და ესე იგი მდებარეობით ჰაერით ერთ-ერთი განთქმული ადგილი არის. მოსავლიანობით რელიეფს ხედავთ ალბათ ძალიან ესე ქანობები და ეს არ აქვს. შეიძლება იდეალური პოლიგონის მოწყობა და განაშენიანების, რა თქმა უნდა, ეხლა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გასცემს ყველანაირ საბუთს. აქვე არის ქვემოთ რო ჩავდივართ კანიონი, იქვე დასახლებასაც ხედავთ და სიტყვით ახალი ტენდენციით ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული მოწყობა მიმდინარეობს და მშვენიერი არის საინვესტიციოდ. გისურვებ წარმატებებს, მე პატრონის ნომერი იქნება ქვემოთ მითითებული და ფასზე ყველაფერზე ნებისმიერ ესე იგი საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაურეკოთ და დაუკავშირდეთ თვითონ მე პატრონეს. ვაგრძელებთ საყდრიონის მიწის ნაკვეთების გადაღებას, ეს უკვე ვიმყოფებით ახლა უკვე დათესილ ფართობებში, სადაც ითესება ქერი, პური და შეგვიძლია ნებისმიერი ერთწლიანი კულტურები დავთესოთ, გამოვიყენოთ. საერთო მთლიანობაში, მთლიანი კვადრატობა, ესე იგი გვაქვს 125 ჰექტარი და ამათგან არის სახნავ-სათესი, სათიბი და გვაქვს ფერმერული მეურნეობის ნაკვეთები, რომელსაც შემდეგ მოგაწვდით ინფორმაციას ვიდეოებში. ეხლა რომელსაც ვათვალიერებთ, ამ ნაკვეთს აქვს სტატუსი სახნავ-სათესის. მაგრამ როგორც წინა ვიდეოში მოგახსენეთ, ესე იგი სათიბსაც კი არ აქვს პრობლემა, ნებისმიერი მიწის ფართობი შეგიძლიათ გამოიყენოთ სახნავ-სათესადაც, სათიბიც კი. როგორც ვიკითხეთ აქ და მუნიციპალიტეტიდან და აქ ბიჭებმაც ამიხსნეს თვითონ მე პატრონებმა, ნებისმიერი ნაკვეთი შეგიძლიათ დაამუშაოთ პირიქით მთავრობა და პირიქით თვითონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს ხალხს, რომ რაც შეიძლება მეტი ესე იგი მიწები დამუშავდეს და გარკვეულწილად რაღაც სუბსიდირებაც არის, თუ კი ბიზნესს წამოიწყებთ რაღაცას 70%-იანი დაფინანსებაც არის შესაძლებელი. გისურვებ წარმატებებს და პატრონის ნომერი, რა თქმა უნდა, იქნება ქვემოთ მითითებული. ფასებზე და ნებისმიერ სხვა ნიუანსზე შეგიძლიათ დაელაპარაკოთ პატრონებს. იდეალური ჰაერი ჩემ მხრიდან ეხლა როგორც პროფესიონალურად დავამატებ, ესე იგი იდეალური ჰაერია, იდეალური ესე იგი რელიეფი, ძალიან მოსავლიანი ნიადაგია, განთქმულია აქ რა ვიცი, ბოსტნეული წალკის კარტოფილი და ესე იგი სტაფილო და ნებისმიერი ბოსტნეულისთვის მოსავლიანი ადგილებია. ესეც სახნავი ფართობი, ესე იგი სულ თავიდან ბოლომდე იხსნება და ესე იგი შვრია, ქერი, ნებისმიერი მუშავდება, მეტყობა კიდევაც აი ნახნავები, აგერ რელიეფს, სულ თავიდან ბოლომდე გარშემოწერილობა.
ესეც შედის იმ 125 ჰექტარში. ჰაერი და რელიეფი, როგორც გითხარით, იდეალურია და მყარი გზებით შეიძლება ჭირნახულის გატანა და ჩვეულებრივად სახნავ-სათესად გამოყენება. ვაგრძელებთ გადაღებას, თვითფასო მეგობრებო. ვიმყოფებით სოფელ საყდრიონში, ნახეთ რა ხედებია და სანადირო სათევზაო ადგილები, იდეალური ჰაერი და ვიმყოფებით, ესე იგი, 125 ჰექტარში. სახნავ-სათესი და სათიბი მიწის ნაკვეთებია. აი ნახეთ, გაშლილი სივრცე არის იდეალური, ესე იგი, მოსავლიანი ნიადაგი და საუკეთესო საინვესტიციოდ სათეს სახნავ სავარგულები. ვაგრძელებთ გადაღებას, მეგობრებო, ვიმყოფებით საყდრიონში და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 125 ჰექტარ მიწის ნაკვეთში არის, ესე იგი, გადის ეს მილიც. ამაში არის გაზი, გადის და ესე იგი, უამრავი, ვინც ფერმერია და ბიზნესმენია და შეხება ქონია აქ უამრავი, მხრივ შეიძლება ამ ტერიტორიის გამოყენება. აი ზემოთ, ეხა გორაკს რო ხედავთ, სავარაუდოდ აქ არის ბაზალტის ქვაც. მდიდარი არის ეს რელიეფი ქვის, ესე იგი, სხვადასხვა სამფეროვანი ქვის რესურსებით და შეიძლება ამ ესე იგი, მხრივად ინვესტირების განვითარება აქ. როგორც ხედავთ, ზემოთ ის გამოვიარეთ, იქიდან მოუყვებით აქეთ, აი ეს სავალი გზა გარს ურტყავს ამ 125 ჰექტარს. ეს სამანქანო და მექანიზაციის შემოსაყვანი გზა არის და ეს არის უკვე დამჯდარი გზა არის, რაზეც მანქანა და ტრაქტორი მოძრაობს. გაწმენდილი, ესე იგი, ერთი აი ამ მანქანით მოძრაობს და ერთი ქვა არ შეგვხვედრია გზაზე, ზედმეტი სადაც, ესე იგი, შეგიძლიათ ამ ნაკვეთებს შემოუაროთ გარს მთლიანად. და როგორც მოგახსენეთ, აი ეს მილი გადის, აქ პატარა რო არის შიგნით, სადაც წყლის ხმა გესმით ალბათ და ესე იგი, მრავალკუთხოვრივად შეიძლება განვითარდეს ეს აქეთ ნათესები და აი ეს რო გითხარით, ამ ადგილებში არის, როგორც ვიცით, ქვის, სამფეროვანი ქვის ბაზალტის ქანები. ცენტრალური თბილისი-ნინოწმინდის დამაკავშირებელი გზიდან აი ეს გზა არის, რომელიც აერთებს, ესე იგი, სომხეთის და აზერბაიჯანის, ესე იგი, თურქეთის უკაცრავად, თურქეთისა და სომხეთის ტერმინალებზე მიმავალ ტვირთებს. აქ გაივლის ნებისმიერი ტვირთი. ამ გზიდან სადღაც, ესე იგი, 25 მეტრში შევდივართ, აი უკვე აქ არის ფერმის შესასვლელი ჭიშკარი, სადაც, ესე იგი, რიცხელი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით უკვე შევდივართ და აქ არის 3 ჰექტარი მობმული იმ 125 ჰექტრიდან, მეგობრებო. მობმული არის, ესე იგი, აქ ფერმის ადგილიც ამ 125 ჰექტარში შედის და აქ არის მობმული ეს აქ ცხრების ბინა და ნელ-ნელა დავათვალიერებთ ახლა რა ხდება აქ, აგერ საცხოვრებელი სახლიც არის ისეთნაირად, რომ ესე იგი, წემსი იქნება თუ ნებისმიერ მომსახურე პერსონალმა ღამე გაათიოს და რაღაც ელემენტარული პირობები კონდეს. როგორაც გითხარით, აგერ
ცენტრალური მაგისტრალიდან შემოვდივარ და ესეც, ეს ნაკვეთიც შედის იმ 125 ჰექტარში. ვაგრძელებთ გადაღებას, თვითფასო მეგობრებო, ვიმყოფებით ახლა ფერმის ტერიტორიაზე, სადაც ესე იგი მექანიზაცია, ეს თვითონ თივის სათავსოები, ყველაფერი ამ მიწის ნაკვეთებში შედის ამ 125 ჰექტარში. თვითფასო მეგობრებო, არის ქვემოთ საწყობი, ეს არის საწყობის შენობა, აქეთაც ზემოთ სათავსოები და აქ როგორაც მოგახსენეთ მექანიზაცია და მექანიზმები და ეს თივის სათავსოები შიგნით. ახლა ეს დეტალებში შეგიძლიათ ყველა ინფორმაცია მოიძიოთ მე პატრონესთან. მე პატრონის ნომერი იქნება ქვემოთ მითითებული. ძვირფასო მეგობრებო, ახლა შევდივართ მარცვლიულის საწყობში, სადაც დგას წისქვილის დანადგარი და მოყვანილი თვითონ მარცვლიულის პროდუქცია, რა ვიცი, უამრავი რაღაც არის, იქით შიგნით არის ოთახები, რომელსაც შეიძლება ესე იგი არენდატორები იქნება თუ ნებისმიერმა პერსონალმა ღამე გაათიოს და ასე შემდეგ. ეს ფართიც ამ 125 კვადრატ მიწის ნაკვეთს მოყვება ყველაფერი. ესეც იმ ფერმის ნაწილი, სადაც უნდა ყოფილიყო დანადგარები და რძის მიღება-გაცემა. ესეც ყველაფერი მოყვება ამ მიწის ნაკვეთებს. ტერიტორია დავაფიქსიროთ, ახლა სად ვართ. ეს მონაკვეთია, მეგობრებო, რო გადავიღეთ. ხო. და ამის ზემოთ კიდე რო ავდივართ, ეს აქეთ ამ მხრიდან გამზადებული არის ფერმებისთვის კიდე დიდი ვებერთელა ადგილი, სადაც შეგიძლიათ ინვესტიციების შემთხვევაში გააკეთოთ და მოაწყოთ ჩამოჭრილი ადგილები არის, სადაც 3-4 ფერმა თავისუფლად შეიძლება ჩაიდგას. ზედმომული მიწის ნაკვეთები. ესეც შედის ამ 125 ჰექტარში. ახლა შევედით შემოსასვლელიდან ხერმარცხნივ დგას ის ახალი ბლოკით აშენებული შენობა, ხის კონსტრუქციით გადახურული და გამზადებული ფერმისთვის. 200 რამდენია კვადრატობა? 260 მეტр კვადრატი. ძვირფასო მეგობრებო, ესეც მოყვება იმ მიწის ნაკვეთს. რა თქმა უნდა, ფასი უნდა შეათანხმოთ მე პატრონესთან თვითონ. ესეც გამოვდივართ და შევდივართ ახლა. გამზადებული არის. შევდივართ უკვე ხელმარჯვნივ, იქიდან ამოვედით ხელმარჯვნივ ეს ფერმა, ახლა რომელიც განვიხილეთ და ახლა შემოვედით უკვე გამზადებულ, ესე მოწყობილ ფერმაში, სადაც უკვე დგას სახვოურები და უკვე უშუალოდ პირუტყვის, ესე იგი სადგომი ადგილები, სადაც წყლით და ყველაფრით მექანიზაციით არის გამართული ფერმა, უკვე რომელიც ფუნქციონირებდა და აქვს შემოსასვლელი, გასასვლელი, კარებები, ფანჯრები და ქვემოთ უკვე ესე იგი ფუნქციონირების ესე იგი ადგილები. ეს ტერიტორია სუნთლიანად ეკუთვნის ფართობს. ქვემოთაც, ხო, საღორე და
ტერიტორიები სუმთლიანად შედის ამ წისნაკვეთებში. სახვაური პატარებისთვის უკვე ცალკე გამოსაყვანი მდებარეობა. ხურა სანარჩენს ახლა ხედავთ რა მდგომარეობაც არის, რა პირობებიც უნდა შრომელი ადამიანი უკვე მეპატრონე ვეღარ ახერხებს რომ ესე იგი მიხედოს ყველაფერს ძალიან განვითარდა და გაიზარდა ბიზნესი და უკვე ეს მიმართულება მისთვის არის უკვე არარენტაბელური მინუსში მიყავს და ჯობია რომ ესე იგი გაიყიდოს აქ შეგიძლიათ იყიდოთ ეს როგორც ბანკის გადაბარებით ასევე ნებისმიერი შემოთავაზებისთვის ვართ მზად. Როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მე პატრონის ნომერი იქნება ქვემოთ მითითებული, მობრძანდით, შეიძინეთ, გელოდებით, ნებისმიერი წინადადებით. ფერმები, ესე იგი, ეს ყველაფერი, რაც გითხარით, არის იდეალურ ჰაერზე, მოსავლიან ნიადაგზე ყველაფერი და წარმატებული ბიზნესისთვის არის საჭირო მონდომებული ადამიანი და მშრომელი მუშა ხელი. აქ ძვირფასო მეგობრებო, აი ახლა როგორაც ხედავთ შემოსასვლელიდან უკვე რომ შემოვდივართ ხელმარცხნივ არის აი მექანიზაცია, რასაც უყურებთ, აი სათესი, სამარგლი, ასაღების რაც ტექნიკა არის, იმის გარდა უკან აი შემოღობილი საქონლის სასვენი ადგილია, სადაც აი ფარა იქნება თუ ცხვარი, რომელიც შემოდის ესე იგი უკვე ნაბალახევი ძროხა და მოწველამდე დაისვენებს და უკვე მერე შედის იქით საწველში და ეს ინფრასტრუქტურა იქით ამ მხარე ვნახეთ უკვე ჩვენ და ახლა გადავიღებთ სახლს აქეთ ამ მხარეს, სადაც ეს სახლიც აქ არის მოწყობილი, რომ ღამე გაათიოს ადამიანმა საწოლებით, საძინებლებით, მისაღები და საპირფარეშო სველი წერტილებით და წესრიგებული ის არის. ხო, საძინებელი და სპალნები. ხო, საძინებელი ოთახი და შვენივრად არის, ესე იგი ყველა პირობა იმისთვის, რომ მშრომელმა ადამიანმა ისრომოს და აი ხედავთ ალბათ კადრებს, რომ გამზადებულია თავის ტექნიკიდან დაწყებული ყველაფრით უზრუნველყოფილი არის და როგორაც ზემოთ მოგახსენეთ, შედის ამ 125 ჰექტარში. ეს შემოსასვლელი ბრუნდებით ამ ადგილზე აქ გარაჟი არის და კაპიტალური სახლია. პირველსა და მეორეს შორის დავით ფილა არის, ხო? თუ კოჭური სისტემა არის. ფილებია, ხო, კაპიტალური სახლია ფაქტიურად. ხო, ბუნებრივი აირი, წყალი, ელექტროენერგია, ყველანაირი აბსოლუტური ყველა პირობა არის ძვირფასო მეგობრებო. დანარჩენს, ესე იგი, ახლა დავაკორექტირებთ სავარაუდოდ. მე პატრონის ნომერიც, ვიკარ ნახედა თუ თქვი შენ ნომერი? 591-904-904. ძალიან კარგი. ფასებზე და ნებისმიერ ნიუანსებზე შეგიძლიათ დარეკოთ ამ ნომერზე და მითითებულიც იქნება წინა ბანერზე გამოჩნდება ნომერიც და გისურვებთ წარმატებებს, ძვირფასო მეგობრებო.